შვედეთის ქალაქ მალმიოში ვარ ელედა სტადიონთან, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და შვედეთის ჩემპიონები დაუპირისპირდებიან დღეს საღამოს. ელედა სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც მალმიო უმასპინძლებს იბერიას. შეგახსენებთ იმას, რომ პირველი შეხვედრა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა მალმიოს გამარჯვებით ანგარიშით 3-1, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ჩემპიონი ინარჩუნებს შანსს, რომ იბრძოლოს შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის. ამისათვის გუნდს სჭირდება მინიმუმ ორბურთიანი გამარჯვების მოპოვება იმისათვის, რომ დამატებით დროში გადაიყვანოს ეს შეხვედრა. რაც შეეხება შვედეთის ჩემპიონს, გუნდი რა თქმა უნდა ფავორიტია პირველ მატჩში მიღებული შედეგიდან გამომდინარე, თუმცა იბერიას უფრო მეტი დრო ჰქონდა ახლა ამ მატჩის მომზადებისთვის, რადგანაც გუნდმა დაიმატა ახალი ლეგიონერები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ და ბუნებრივია, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდათ ახლა ფეხბურთელებს შეთამაშებისთვის. არის ცვლილებები საქართველოს ჩემპიონის რიგებში, თუმცა გუნდი ემზადება უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის, რომელსაც ჩაატარებს მალმიოში შვედეთის ჩემპიონის წინააღმდეგ. ძალიან ესე რომ ვთქვათ, მოტივირებულები ვართ, იმიტომ რეაბილიტაცია გვჭირდება პირველი განცდილი მარცხის შემდეგ. დასანანი მარცხი იყო ნამდვილად, მაგრამ მე მაინც ფიქრობ და დარწმუნებული ვარ ესე რომ 3-1 როგორც ანგარიშია, ესეთი არასახავს რეალობას, იმიტომ რომ ჩვენს გქონდა ძალიან რეალური შანსები და ძალიან იმედგაცრუებული ვართ, იმიტომ რომ ნამდვილად არ გვეკუთვნოდა, მე ვიტყვი 3-1-ის წაგება, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ რაც დაგვაკლდა, ეს არის ხასიათი, საბრძოლო ხასიათს გულისხმობ, უფრო მეტი გმართებს, მით უმეტეს უფრო თამამები უნდა ყოფილიყავით ჩვენ პირველი თამაში მერე, მით უმეტეს როცა ანალიზი გავაკეთეს, ძალიან კარგად გამოჩნდა და შევეცდებით ხვალ უკვე ეს ყველაფერი ავინაზღავროთ, რაც დაგვაკლდა პირველ თამაში. თეორიული ნაწილი გავიარეთ შტაბთან ერთად და ყველაფრისთვის ვემზადებით მაქსიმალურად. რაც შეეხება იმედებს და თამაშს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რადგან ერთი გოლით შეიძლება საერთოდ შეიცვალოს სურათი. ამიტომ მთავარია ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, რადგან პირველ მატჩში დავაკელით, ესე ვიტყვი, ბევრი რამ. რთული თამაში იქნება, ხა ყველა ვიცით, მალმიო სახში გვეთამაშებიან, მაგრამ ჩვენ შანსს დაველოდებით. ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთში ჩვენ მოვემზადებით კარგად. რაღაც შეცდომებს გამოვასწორეთ, რაც პირველ თამაში დავუშვით და ჩემი აზრით შანსი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ამისთვის მაქსიმუმს გავიღებთ. მემზადებით გამარჯვებისთვის, სახლში დავუბრუნდეთ მეორე ეტაპის საგზურით. ძალიან კარგი განწყობა, მოვემზადეთ, გავაანალიზეთ ჩვენი შეცდომები და ვფიქრობთ, რომ ბევრად ძლიერები დავუბრუნდებით და გამოვასწორეთ იმ შეცდომებს, რაც პირველ თამაში ჰქონდა, ის ხასიათი, ის ტაქტიკური შეცდომები, ვფიქრობ, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და უკეთეს თამაში ვაჩვენოთ შვედეთში. მათ თამაშის მოგება სჭირდებათ. შესაბამისად ეს გარემოება გავლენას იქონიებს თუ როგორ მიუდგებიან ისინი ამ შეხვედრას. ვფიქრობ, რომ პირველ შეხვედრაში საკმაოდ აგრესიული თამაში აჩვენეს. ვიცით, რომ იბერია კონჩეტევებზე საკმაოდ ძლიერი გუნდია. გუჯერა, რომ აქაც ამის გაკეთებას შეეცდებიან. ითამაშონ აგრესიული პრესინგი და კონჩეტევებზე თავისი შანსი გამოიყენონ. შეტევისას მაღალი ხარისხი აჩვენეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და თავი კარგად დავიცვათ. განმეორებით შეხვედრამდე ჩვენ კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოგვიწია. ამას შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. ჩვენ ამ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. შესაბამისად, ბევრი დადებითი ენერგია მივიღეთ. ასევე ძალიან კარგად ვითამაშეთ. ამიტომ შეგვიძლია ეს მომდევნო მატჩზეც გადმოვიტანოთ. მენტალურადაც უფრო გავძლიერდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რომ მოედანზე გავიდეთ და შევუტიოთ. ჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი ვითამაშეთ. დასრულებული არაფერია. ჩვენ ვნახეთ, რომ იბერია ძლიერი გუნდია, შესაბამისად, ჩვენ თამაშზე სრულად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მოედანზე სწორი მიდგომით გამოვიდეთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. იბერია 1999-ისთვის ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება ევროტურნირზე გამოსვლა, რადგანაც გუნდი საქართველოს ჩემპიონია და ასპარეზობას იწყებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან. თუ გუნდი ვერ გადალახავს მალმიოს ბარიერს, ამ შემთხვევაში ლევან კორღალიძის გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს კონფერენს ლიგაზე, სადაც სხვა ქართული გუნდებიც გამოდიან, მათ შორის არის ქუთაისის ტორპედო, გორის დილა და თბილისის სპაერი, რომელიც მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, თუმცა რა თქმა უნდა, იმედი აქვთ ქართულ გულშემატკივრებს და ქართულ ფეხბურთელებს, რომ ისინი შეძლებენ სენსაციურად დაამარცხონ შვედეთის ჩემპიონი დღევანდელ შეხვედრაში ელედა სტადიონზე მალმიოში.